უპრეცედენტო ოპერაცია ბათუმში, პირველად აჭარაში კარდიოქირურგიული ოპერაციები ჩატარდა. სამედიცინო კლინიკა მედინაში სხვადასხვა სირთულის 4 ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტები თავს კარგად გრძნობენ. ოპერაციები თბილისიდან მოწვეულმა მედიკოსთა ჯგუფმა და კლინიკა ღია გულის კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსმა სულხან ლომინაძემ ჩაატარა. თითოეული ოპერაცია დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ძვირადღირებულ ოპერაციას კლინიკა მედინაში კიდევ 5 პაციენტი ელოდება. მრავალპროფილური საავადმყოფო სრული დატვირთვით დაახლოებით 1 წლის წინ ამოქმედდა. კლინიკა მედინა მაღალტექნოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი. 5 წელი მატուցებდა და ვიღილებოდი აღმართში ასვლაზე კვირტის აწევა მიჭირდა და შრომა საერთოდ. და შედეგს ნახავ როგორ იქნება შემდგომში არ ვიცი. მადლობელი ვარ ასეთი კარგი მომსახურებით. ძალიან კარგი ადამიანებია და 4 ოპერაცია ღია გულზე, 4 კორონარული შუნტირება, მომუშავე გულზე, პაციენტების მდგომარეობა სტაბილური. მინდა აღნიშნო, რომ ესეთი სახის ოპერაციები პირველად ტარდება აჭარის რეგიონში. ჩემი კლინიკა ეს პირველი საავადმყოფო დავიწყოთ აქედან, რომელიც ასეთი მაღალტექნოლოგიით გაკეთდა აჭარაში და ისევე პირველი კარდიოქირურგია საერთოდ არ იყო აჭარის რეგიონში, თქვენ კარგად იცით ალბათ. და რა ვიცი, საჭირო ვნახე აჭარაში, რატომ უნდა წავიდეს ჩვენიდან ხალხი თბილისში ან ქუთაისში გაკეთდეს ასეთი ოპერაცია, როგორც როცა ჩვენ შეუძლია აქ ამის ყველაფრის მაღალ დონეზე გაკეთება.